სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა გლენდეილში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, მადლის სათემოს ეკლესიაში 1991 წლის 1 ივლისს. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და მეც არ მომცლია ეს კითხვა თავში. და რა საინტერესოა, როცა ადამიანები ესე სკულპტურულად და ესე ჩაკვირვებით კითხულობენ და სვავენ ამ კითხვებს, რომელიც ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, ხო? ეს ეხება იგავების 25 თავის მეორე მუხლს. აუდიტორიდან ჩვენ არ ვიცით სახელი, არასახელებს კითხვასვას. მე მაქვს კითხვა შეკითხვები იგავების 25 თავის მეორე მუხლთან დაკავშირებით. და ეს არის საქმის დაფარვა, ღმერთის დიდება, ხოლო საქმის გამოკვლევა, მეფეთა დიდება. ეს იგივე კითხვა, რომელიც რადიო მსმენელმა დასვა, ჯონი პასუხობს, არა. მე ცოტა დაბნეული ვარ და ვერ ვიგებ ამ ლექსის პირველ ნაწილს. საუბარია იმაზე, რომ ღმერთის დიდებაა საკითხის დაფარვა. და ჯონი პასუხობს, დიახ, ძირითადად ღმერთის დიდება არის მისი ბუნება, უფლება, მისი თვისებები, მისი ხასიათი, მისი ატრიბუტები, მისი პიროვნება, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ის არის. და ღმერთის ბუნების ერთ-ერთი ასპექტი, ერთ-ერთი თვისებაა და ერთ-ერთი ელემენტი ის არის, რომ ის ყველაფერს არ ამჟღავნებს. გახსოვთ ხომ მეორე რჯულის 29 თავის 29 მუხლი ამბობს, რომ რაც დამალულია ღმერთისთვის არის დამალული და რაც გახსნილია ჩვენთვის არის გახსნილი. ღმერთის ბუნება, ანუ გარკვეული ნივთების დამალვა. ღვთის დიდება ჩვენგან, როცა ის რაღაცას მალავს. და განსაკუთრებით ძველ აღთქმაში, რა განაესესე არ არის, მაგრამ უკვე ახალ აღთქმაში რომ მივდივართ, აღთქმის ძალიან ბევრი მთელი საიდუმლო უკვე რაც წარსულში იყო დაფარული, უკვე გამოვლინდა იესო ქრისტეში. ასე რომ ღმერთის ბუნებაშია ამ ნივთების დამალვა. სხვანაირადაც ვიტყვი, ღმერთის ბუნების უზენაესი გამოცხადება არის ის, რომ მან რაღაცა საგნები დაფარა, რაღაცა ნივთები დაფარული აქვს. და იცით რას გულისხმობ ამაში? დიახ, გისმენთ, განაგრძეთ ჯონ. ღმერთის გონებაში ყველაფრის გაგება რომ შეგვეძლოს, მაშინ ღმერთი ჩვენ დონეზე იქნებოდა, ხო მართალია? ასე რომ ის ფაქტი, რომ ღმერთმა დაგვიმალა ბევრი რამე, რაც ჩვენს მიღმაა, ეს მისი უზენაესი დიდებაა. სწორედ ეს აყენებს მას ჩვენი აღქმებისა და გაგების მიღმა. გესმით ახლა? განსხვავება, მაგალითად, თქვენსა და ზრდასრულსა და თქვენს პატარა ბავშვს შორის არის ის, რომ სიმწიფეში თქვენ გაქვთ აღქმის დონე და სულ სხვა ინტელექტი, რომლებიც ბევრად აღემატება თქვენი შვილის, ბავშვის აღქმის უნარს. ასე რომ თქვენი დიდება თქვენს პატარა შულზე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შეგიძლიათ მეტი იცოდეთ და ეს ღვთისგანაა. ხოლო მეფის პატივი ის არის, რომ მას შეუძლია სხვა ადამიანებზე მეტი იცოდეს და სხვა ადამიანებზე უკეთ შეეძლოს სიბრძნის გაგებაც. ხედავთ? ასე ადის ის ლიდერობის პოზიციაზე. ასე რომ ეს არის კონტრასტი. საუკეთესო ადამიანებიც, ადამიანთა უდიდესი ლიდერები არიან ყველაზე ბრძენი, ვისაც შეუძლია უფრო მეტი დიდი ჭეშმარიტების ძიება და მიღწევა. მაგრამ ღმერთი თავის უდიდეს დიდებაში არის ის, ვისაც ჭეშმარიტებაც იმდენად შორს არის ჩვენი გაგების ფარგლებს გარეთ, რომ ვერც კი მოიძიებ მას რომ მოინდომო. გასაგებია? დიახ, მადლობთ, გასაგებია.